დავით მათიკაშვილი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, იმედი ლაივის პირველი სტუმარი საღამომშვიდობისა. ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. აი, თითქოს ფაზლი იკვრება იმით, რომ ერთის მხრივ არჩევნებში ასეთი დამარჯერებელი გამარჯვება, მეორეს მხრივ ეს ვანდალიზმი და პირდაპირ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და მესამე ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, რომ თურმე გეგმა იყო კიდევ უფრო ძიმე და შემზარავი ის, რომ იგეგმებოდა დივერსიული აქტები. როგორი არის თქვენი ანალიზი უკვე დღევანდელ დღეს, როდესაც ეს ინფორმაცია ცნობილია? მაგდა გიორგი, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა ჩვენ საზოგადოებას მიულოცო ის, რომ შედგა თვითმმართველობის არჩევნები, ის, რომ ჩვენი საზოგადოება, ბრძენი საზოგადოება კვლავ ქვეყნის მშვიდობიანი, ეკონომიკურად ძლიერი განვითარების, მდგრადი განვითარების მომხრეა და ის ხელისუფლება აირჩია, ვინც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, ეს არის უალტერნატივოდ ქართული ოცნება. მოხდა ის, რასაც ერთი მუჭა რადიკალები მუდმივად საუბრობდნენ, აპირებდნენ დაემხოთ ძალადობრივად ხელისუფლება, ჰქონდათ მცდელობა, ეთყობა მიიღეს შესაბამისი დავალებები, ჰქონდათ მცდელობა ძალადობრივად მოეხდინათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება, დაესხნენ თავს პოლიციას, დაესხნენ თავს სახელმწიფო ინსტიტუციებს, პრეზიდენტის სასახლეს, დაამტვრიეს ინვენტარი, დაწვეს კონკრეტული ქონება და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რეალურად მოახდინეს თვითდამხობა, დაიმხეს საკუთარი მომავალი, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ბედიღბალი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნებისმიერ ძალადობაზე და მით უმეტეს ძალადობაზე, რომელიც ეხება სახელმწიფოს, ეხება სამშობლოს, ეხება ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობას და ხელში ჩაგდებას ძალადობრივად, უნებრივია, რომ საკმაოდ პასუხი არის და იქნება კაცრი, პროპორციული, მაგრამ კაცრი კანონის ფარგლებში. რაც შეეხება იმ ნიუს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა, ეხლა არის საკითხები, რომელზედაც რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებმა უნდა გაცენ დამაჯერებელი პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში შეგვიძლია ცალსახად მაგდა ვთქვათ, რომ ეს არის მე რადიკალებს, კრიმინალ რადიკალებზე მაქვს საუბარი კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე, ეს არის ის ძალა და ისეთ პოლიტიკურ მდგომარეობაში არიან დღეს პრაქტიკულად გაქრობის პირას, რომ ისინი ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის ვითომ მეგობარი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს საქართველოში ცეცხლის დანთებას ხელი შეუწყოს. ჰექსოგენის სკანდალური საქმე ასაფეთქებელი ნივთიერების, რომელიც ასევე უკრაინიდან გამოიგზავნა საქართველოში და მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ვერსია არსებობდა და უშუალოდ დესტაბილიზაციის წარმოქმნის, რა თქმა უნდა, ეს გამოძიების საქმეა და ჩვენ ახლა მტკიცებით ფორმაში ამაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, ვინ ასრულებდა ამ გეგმას, ვინ იყო ავტორი ამ ყველაფრის და ვისი მხარდაჭერით ხორციელდებოდა, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი ერთის უკრაინულ კვალზე, მეორეს მხრივ ბრიუსელის ბიუროკრატიაზე, რომლის საჯარო სოლიდარობაც და განცხადებებიც ყველას ახსოვს. ხო, აი მთლიანობაში ვინ უმაგრებდა ზურგს ამ პროცესს? დავიწყოთ იმით, რომ მადლობა უნდა კიდევ ერთხელ მოვუხადოთ ძალოვან სტრუქტურებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ძალიან მაგრად იმუშავეს სამსახურებმა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ძიმე შედეგები, რა თქმა უნდა, არ დამდგარიყო. ის, რომ მიზანი აი ამ ყველაფრის ერთი მხრივ ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის, მეორე იმ სამალავის პოვნისა, ბუნებრივია, აქ არ იყო კეთილშობილური და აქ არ იყო საუბარი რაღაც იმ წუთუნებში მონაწილეობის მიღებაზე, ყველას არის ნათელი. ის, რომ აქ კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების ორგანოები და იქ მოთავსებული კრიმინალები პირდაპირ შეგვიძლია ასე დავარქვათ, მათ შორის ეთნიკურად ქართული წარმოშობის ცდილობენ საკუთარი ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიონ, ესეც არის ფაქტი. და ის კიდევ არის ერთი სამწუხარო მოცემულობა, აი არ მინდა რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა, აი რა არის ის ძალა, რომელიც აიძულებს ევროჩინოსნებს, ამხელა მაღალი თანამდებობის მქონე პირებს თვალი დახუჭონ, თავი აარიდონ იმ მოვლენებს რეალურად და თვალი არ გაუსწორონ იმ მოვლენებს, რომელიც ხდებოდა გუშინ მაგალითად თბილისში. ვისაუბროთ ამაზეც, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ მარტა კოსის და კაია კალასის განცხადებები, ხო? ამ განცხადებაში იყო მხოლოდ ერთადერთი ფრაზა, რომელიც შეეხებოდა გუშინდელი ღამის მოვლენებს და ეს იყო, რომ ყველა მხარეს მოუწოდებთ თავი შეიკავონ ძალადობისგან. საინტერესოა, ანუ რატომ ხუჭავენ თვალს იმ პროცესებზე, რომელიც გუშინ განვითარდა, მით უმეტეს, როდესაც ძალადობაზეა საუბარი, აქ ჩართეს
ეს ორი მხარე და მათ შორის ბუნებრივია გულისხმობენ ხელისუფლებას. რატო კეთდება ასეთი ტიპის განცხადებები? ახლა გიორგი, მაგას ვამბობ ზუსტად და ვკითხულობ. როდესაც წერ კონკრეტული იურისდიქციის მქონე უწყებიდან ამ მაღალი ეშელონიდან რომ შეიკავეთ თავი ყველა მხარეს შეიკავეთ თავი ძალადობისგან. აი რა ძალაა ის რაც აიძულებს ამ ადამიანებს რომ არ დაწერონ რომ მაგალითად პოლიციაზე თავდავერიდებით და უგმობ და ვემიჯნებით პოლიციელებზე თავდასხმას. რომ თავდასხმა რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციაზე პრეზიდენტის სასახლეზეა ცილდება გამოხატვის სიტყვის გამოხატვის ფორმას და ასე შემდეგ. აი რა ძალაა რომელიც ამ ყველაფერს არ აწერინებს ამ ადამიანებს. იქნებ ის ლაიტმოტივი სამწუხაროდ სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროჩინოსნობა და დიდი წილად ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც არა საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის, არამედ გარეძალების ინტერესებისთვის მოქმედებენ და საერთოდ მათ საკუთარი ხალხიც არ აინტერესებთ, არათუ ქართველი ხალხი, მათი არჩევანი და მათი სურვილი აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მათ სურს. როგორ შეიცვლება პროცესების დინამიკა? ეს არის მთავარი კითხვა, იმიტომ რომ ერთგვარად დასრულდა ციკლი, რომელიც ითვალისწინებდა სამ არჩევნებს, დაწყებული საპარლამენტო არჩევნებიდან გაგრძელებული პრეზიდენტის არჩევით და დღეს უკვე თვითმმართველობის არჩევნებით. საბოლოო ჯამში, როდესაც 3 წლის განმავლობაში არანაირი არჩევნები ქვეყანაში ჩანიშნული არ არის, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი გულისხმობ ევროკავშირის მხრიდან ურთიერთობების თვალსაზრისით? იქნება თუ არა რაიმე ტიპის გარდატეხა, თუნდაც ის შედეგები, რომელიც ქართულმა ოცნებამ უკვე მეათედ მოიპოვა? ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრის გაკეთება ამ კუთხით, თუნდაც გადატვირთვის კუთხით არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ბურთი არის ჩვენი პარტნიორების ხარეს. თუმცა დღეს ყველა კუთხით, აი ყველა ფორმით საქართველოში არის იმ გვარად მოცემულობა პოლიტიკური თვალსაზრისით, არჩევნების თვალსაზრისით და აი პოლიტიკური მგრძნობელობის თვალსაზრისით ქვეყანაში და მის საზოგადოებაში ვინდა რა ძალების სურთ ხელისუფლებაში. აი იმდენად არის მომწიფებული, რომ ვფიქრობ საბოლოო ჯამში ევროპიდანაც მოუწევთ ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება და იმ რეალობის აღიარება, რა რეალობაც არის დღეს საქართველოში. არ შეიძლება მუდმივად ტყუილებით ფონს გასვლა და მცდელობა საზოგადოების მოტყუებისა და საზოგადოებაზე ზეწოლისა. საბოლოო ჯამში მაგდა და გიორგი ეს ყველაფერი ნახეთ აი ევროსკეპტიციზმის დონე რომელიც სამწუხაროდ არის მომატებული საქართველოში ევრობარემეტრმა ცოტა ხნის წინ რაც გაზომა არის სწორედ იმ ქმედების ამსახურება რასაც ევროკავშირიდან ევროჩინოსნების სუბიექტურად საქართველოს მიმართ ახორციელებენ და ასე თუ გაგრძელდა ეს პირველ რიგში ევროკავშირის მათ შორის საქართველოსიც მაგრამ ევროკავშირის ინტერესებში რა თქმა უნდა ჯერჯერობით ბრიუსელი უცვლელად კრიტიკულია და ეს მარტა კოსის და კაია კალასის განცხადების ძირითადი ნაწილი არჩევნების შეფასებას ეხებოდა და მათი მთავარი მიგნება ის არის რომ ეს არჩევნები ჩატარდა განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში და შემდეგ მოდის აი მთელი ნეგატიური შეფასებების მთელი სერია, ხო? ამას კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ მაყურებელს, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიცია, რომლებიც აკურდებოდნენ და 28 იყო ასეთი ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი, მაგრამ რადგანაც ეს აქცენტს ვაკეთებთ სწორედ ამ შემთხვევაში ბრიუსელიდან გამომდინარე შეფასებაზე, ვიტყვით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალიან მაღალ დონეზე შეაფასეს ეს არჩევნები. აი ესეთი კონტრასტი მათ პოზიციას შორის, ვინც ადგილზე იმყოფებოდა, პროცესს აკვირდებოდა და მათ პოზიციას შორის, ვინც აი ეს შორიდან ასეთ მზა ფორმულებს აწვდის ჩვენ საზოგადოებას. რით არის განპირობებული და არის თუ არა რამე რეალური საფუძველი, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს? თუ რამ ძალიან მძიმედ მოქმედებს ქართულ ხალხზე, ეს არის სუბიექტივიზმის აღქმა და იმის აღქმა, რომ არაობიექტურად ექცევიან. როდესაც ფაქტზე შავზე და ასე შემდეგ შეუძლიათ ევროკავშირიდან საწინააღმდეგო დაწერონ. როდესაც აშკარად ჩანს, რომ მათი სუბიექტივიზმი არის იმდენად ხაზგასმული, იმდენად აშკარად აქტუალური, რომ შევიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საქართველოსგან ისეთი რაღაცა სურთ, რაც შეიძლება ქართული ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს. აბა სხვანაირად სვავ მარტივად კითხვას. როდესაც საზოგადოების 80% მხარს უჭერს ერთ პოლიტიკურ ძალას, ვინ მისცა უფლება რომელიმე ქვეყანას, რომელიმე ხელისუფალს, რომელიმე საერთაშორისო ძალას გააკრიტიკოს იმგვარად საქართველოს ქართველი ხალხი და იმ გადაწყვეტილებაზე ხელი უბიძგოს, აიძულოს და დააჩანტაჟოს, რაც ქართულ ხალხს არ სურს. აქ ხო კარგად ჩანს სუბიექტივიზმი და ისევ საქართველოს და ქართველი ხალხის გამოყენების მცდელობა პროქსი სახელმწიფო და პროქსი ქვეყნად. ამიტომ კეთილი ინებონ, შეეგუონ იმ მოცემულობას, რაც არის საქართველოში, თვალი გაუსწორონ ქართველი ხალხის არჩევას და მომავალი პოლიტიკური ურთიერთობა ჩვენსა და ევროკავშირის
ჩვენსა და შეერთებულ შტატებს, ჩვენსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის უნდა აიგოს ურთიერთსასარგებლო და ღირსეულ საფუძვლებზე და არა ვასალურ დამოკიდებულებაზე. გარდა გარე აქტორების შეგუებისა, შეგუებიან თუ არა რეალობას და ციფრებს თქვენი ოპონენტები, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საარჩევნო შედეგები ყველასთვის არის ცნობილი, ველზე რა ვითარება არის ვიცით, როგორც პარლამენტს და საკრებულოს გარეთ დარჩენილების ველზე, ასევე იმ პარტიების ველზე, რომლებიც საკრებულოში ოპოზიციური კვოტით მოხვდებიან. რა რეალობა გვექნება ამ თვალსაზრისით და შეგუებიან თუ არა ეს ძალები იმ რეალობას, რაც ახლა ქვეყანაში? ის რომ ბოიკოტის პოლიტიკამ მათი საბოლოო პოლიტიკური დეგრადაცია გამოიწვია, ამაზე საზოგადოება თანხმდება. ის რომ ამ ბოიკოტის მიღმა ვერანაირ პოლიტიკურ ბენეფიტს ვერ მიაღწია რა. ამაზე ეს პარტიები თანხმდებიან. საერთოდ მაგაზე საუბარი ზედმეტია. ჯერ არჩევნები არ იყო ჩატარებული გიორგი, აგერ გახარიების პარტიის სოლიდური ნაწილი იურიდიულად სამართლებრივად ჩვენ პარლამენტში უკვე შემოვიყვანეთ და მათ შესაბამისი განცხადებების დაწერეს შეუთავსებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნების შემდგომ არ იქნება, ასე ვთქვათ, საღიაზრისგან მოცილებული, რომ მათ მართლაც გამოიყენონ ეს ფუნქცია, გამოიყენონ ეს მანდატი და შემოვიდნენ პარლამენტში. თავარი იცით რა არის? თავარი ის არ არის, რას ფიქრობს რადიკალური ოპოზიცია, მით უმეტეს ისეთი თავქარიანი და ისეთი უმიზნო, როგორც ჩვენ დავინახეთ გუშინ და თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები. თავარია რას ფიქრობს ქართული ხალხი. თავარია რას ფიქრობს ჩვენი საზოგადოება. და საზოგადოების ნდობა, როდესაც 13 წლის თავზე მეათე არჩევნების დროს ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს აქვს 80%-იანი, საშუალოდ ვამბობ პროცენტს მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ამავდროულად ეს არის უდიდესი ნდობა და ამავდროულად ეს არის უდიდესი პასუხი იმ ძალებისთვის, აი ქვეყნის შიგნით რო დასვით კითხვა, ვისთვისაც შეიძლება რაღაცა სკეპტიციზმისთვის, რაღაცა საფუძვლები თავიანთ ცუდ და მძიმე წარმოდგენებში შეექმნათ. ეს მონაცემი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, 1,100,000 მოქალაქე, რომელიც ასე მყარად უჭერს მხარს მართლ გუნდს, იმიტომ ჩვენ ხელისუფლების ოპონენტებისგან მუდმივად გვესმოდა მთელი წლის განმავლობაში ასეთი მოსაზრება, რომ საპარლამენტო არჩევნებში, რომც მიიღო ხელისუფლებას ეს 1,100,000 ხო 28 ნოემბრის შემდეგ ეს განწყობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლებოდა. ისინი ამბობენ, რომ სწორედ აი იმ დღეს, როდესაც პრემიერმა გააკეთა თავის ცნობილი განცხადება, აი მაშინ, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ამომრჩეველიც კი გადახედავდა თავის განწყობებს და თავის სიმპათიას მართველი გუნდის მიმართ, მაგრამ ეს არ დადასტურდა. ასე გამოდის, რომ ეს მთელი ნარატივი, რაზეც აგებული იყო ოპოზიციის ბრძოლა ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და ჩაკეტა ევროპისკარი, გამოდის არ დაიჯერა აი ამ მილიონზე მეტმა ადამიანმა. საპირისპირო დადასტურდა, პრაქტიკულად მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას გადაუხატო, აი ესე კრებსითად ბრძენ ქართულ ხალხს, ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლისთვისაც არის საღიაზრი ნომერ პირველი ამოსავალი წერტილი, ქვეყნის სუვერენიტეტი, ეკონომიკური სიძლიერე და ქვეყნის გაერთიანება ნომერ პირველი ამოცანა. და ზუსტად იციან ვის უნდა დაუჭირო მხარი. როგორი ბულინგიც არ უნდა იყოს ევროკავშირიდან. როგორც არ უნდა ცდილობდნენ დააშანტაჟონ ქართული ხალხი და იმ რაღაცა აი მერკანტილური ინტერესიდან გამომდინარე უარი ათქმევინონ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მათ სურთ. ვერ ათქმევინებენ ქართველ კაცს, ქართველ ადამიანს 90-იანი წლებიდან დღემდე ძალიან გამოცდილს, ძალიან გამობრძმედილს პოლიტიკურ ვითარებაში ვერავინ ვეღარ მოვატყუებს და ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის სად არის მისი ნათელი მომავალი და ის 80%-იანი შედეგიც ქართული ოცნების არის ამის დასტური. მადლობა. დიდი მადლობა დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა.